ფოტოყარამან ისე როგორ ფიქრობთ თქვენ ფუდი ჯობია თუ ჩემი? ძალიან კარგი კუდია. რა კაი კუდია. სტენსონი. აი ძალიან კარგი. ვიმყოფებით არტვილა გარიყულაში რესტორან ბატონ ყარამან ქუთათელაძეს და ადგილი სადაც ყველა ხელოვანისთვის და ხელოვნების მოყვარულისთვის არის კარი ღია. იდეა იყო ისეთი, რომ გაგვეკეთებინა თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თბილისში რაღაც პერიოდი, მაგრამ ეს არ გამოვიდა იმ პერიოდში და დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ გაგვეკეთებინა პირველი არტ რეზიდენცია. ეგეთი ტიპის რეზიდენცია პოსტსაბჭოთა კავშირში არის ესე პიონერი რა პირველი. ახლა უკვე პოპულარული ხდება თვითონ ეს მცნება არტ რეზიდენცია. ინსტიტუციად იქცა და ვითარდება ძალიან საინტერესოდ. საქართველოში აი ეს ადგილი ეგრეთ წოდებული ბოლგარსკიან სასახლე არტვილა გარიყულა არის პირველი რეზიდენცია. საგამოფენო სივრცე აქ არის როგორ ვიცით მთლიანად ეს არის საგამოფენო სივრცე. ანუ აი საგამოფენო სივრცე არც ეხლა არც მანამდე იყო უბრალოდ ესე დაიწყო. ეს იყო არტ ობიექტი უფრო ინსტალაცია რომელიც მე ნელ-ნელა კედლები მიემატა რომელიც ტრანსფორმირებს და ალბათ რაღაც მომენტში დავშლით ისე ავაწყობთ და აქ არის აი ეს უფრო იმისთვის რომ აღიქვა სად ახარ სად იმყოფები ეს ბუნება ეს ლანდშაფტი გაძლევს იმის უნარს რომ ცოტა დაფიქრდე იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ძირითადად ურბანულ გარემოში ვცხოვრობთ სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიები ინფორმატიკა ეს ყველაფერი ადამიანებს ტვინზე მოქმედებს და აქ ცოტა ამოსასუნთქი გაქვს რომ ცოტა სხვა რაღაცებზე ვიფიქრო. ჩვენ გვაქვს ფესტივალი. სანამ ფესტივალი იყო უბრალოდ რეზიდენციაში ჩამოდიოდნენ საერთაშორისო მხატვრები, არტისტები და იყო ვორქშოპები და ასე შემდეგ. რაღაც პერიოდში საერთოდ ეს იდეა სტუდენტებთან ერთად დავიწყე, როდესაც 30 წლის წინ, მანამდე აქ ჩვენ გქონდა მაშინად სასახლე არსებობს აქ ესეთი სადაც ჩვენ სამხატვრო აკადემიაში ბაზა გქონდა. საზაფხულო პრაქტიკები ერქვა მაშინ. მე გავლილი მაქვს მან. პრაქტიკა. და მე ნელა არ ჩამოვიდით, აქ იყო კინო გადაღება, კოკოჩაშვილი იღებდა ნუცა სკოლას და ჩვენი სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას ამაში. თავად დამდგმელი მხატვარი იყო გოგი ტატიშვილი და ჩვენ ვეხმარებოდით, ვოლონტერები ვიყავით ამ გადაღებაზე ჩვენი სტუდენტები. მე ნელა იცლებოდა ეს ამბავი ძალიან საწყენი იყო რომ ესე დარჩენილიყო და იმ დროინდელ კულტურის სამინისტროსთან ჩვენ დავძეთ ხელშეკრულება ამის ბლობაზე და მოვლაზე ჩამოყალიბდა ფონდი და იმის შემდეგ ეს ფონდი უძღვება ამ ღონისძიებებს რა რომელიც ძირითადად საგანმანათლებლოა სტუდენტებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ აქ ძალიან ხედავ ბედნიერები არიან და რაღაცა ყველაზე კაი ასაკი ეხლა როცა ხარ სტუდენტი და ესეც ადგილას რო ხარ რა თქმა უნდა სხვადასხვანაირი გრძნობები გაქვს. ყველა ფაკულტეტის სტუდენტებს შეუძლიათ პრაქტიკას. ყველას შეუძლია რა თქმა უნდა აქ არის ესეთი პრინციპი და სივრცე რომ აქ არ არის ესე თქვათ შენ სახვის ფაკულტეტზე ხარ მედიაზე თუ არქიტექტურაზე ეს არის ყველასთვის რა თქმა უნდა თავისი პატარა პროექტი უნდა გქონდეს ინიციატივები უნდა იყოს მოსული სტუდენტებისგან ან პედაგოგებისგან
რომ რაღაცა აზრი კონდეს რა ეს ის არ არის რომ ჩამოხვიდე დასასვენებლად რა აქ სამუშაოდ ჩამოდია მაგრამ ნუ ამ გარემოში ისვენებ რა თქმა უნდა და ნუ რაღაც იდეები მოგდის და ეს იდეები რეალიზაცია შეგიძლია იმიტომ რომ ყველაფერი აქვს ბუნებრივად არსებობს ყველაფერი შენ საღებავის გაკეთებაც შეგიძლია შენი ინვენტარის გაკეთებაც შეგიძლია და ასე შემდეგ. მეცას გესმით, არა პროფესიონალებს შეუძლიათ რა, იმიტომ რომ თქვა ეს არ არის მარტო არტისტებისთვის. ეგ არის ყველა ადამიანისთვის, ვისაც ხელოვნება უყვარს, ვის თავს ეძებს და რაღაცა შეუძლია სიკეთე მოუტანოს ამ ადგილს, თავის თავს და რა ვიცი. შენი არის შესაძლებლობა. ხო, ეგ შესაძლებლობა კიდევ კარი არსებობს.